და ტრიგლიცერიდები. ტრიგლიცერიდები არის კიდე ერთი ფრაქცია, რომელიც ტრიგლიცერიდები არის ჩვეულებრივი ცხიმი, მოკლედ, სხვანაირად რო შევხედოთ, აი ქოლესტერინისგან ცოტა განსხვავებულია, არის ცხიმი და ეს პირდაპირ ნიშნავს, აი მაგალითად, თუ ბევრი ცხიმი ჭამე, ტრიგლიცერიდები გექნება მომატებული. შეიძლება ბევრი ცხიმი, ვთქვათ, ჭამო ბოლო 3 დღის განმავლობაში, მაგრამ ქოლესტერინი და LDL ქოლესტერინი მომატებული არ იყოს. მაგრამ ტრიგლიცერიდები უფრო მგრძნობი არიან, რას ჭამ. ან ბოლო დღეებში თუ ვთქვათ, ცხიმი საერთოდ არ ჭამე, ტრიგლიცერიდები უფრო მგრძნობი არიან, შეიძლება იყოს დაკლებული. ტრიგლიცერიდები ნორმაში 150-ზე ნაკლები უნდა იყოს. 150-დან 500-მდე, 500 ძალიან მაღალია და მნიშვნელოვანი რისკია პანკრეატიტის განვითარების, თუ 500-ზე მაღალია, ამიტომ ტრიგლიცერიდებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ტრიგლიცერიდები უფრო მეტად დამოკიდებულია იმაზე, მოკლედ როგორ იკვებები, ამის თქმა მინდა, და მეორე, უფრო მეტად განსაზღვრავს დიაბეტის რისკს. ტრიგლიცერიდები თუ მაღალია, ადამიანს აქვს მეტი შანსი დიაბეტის, მეტი შანსი მეტაბოლური სინდრომის.